და მამამდე გავაკეთოთ კრემი, რისთვისაც დაგჭირდებათ. 250 გრამი რძე, 40 გრამი ფქვილი, დაახლოებით 75 გრამი შაქარი, 3 ცალი კვერცხის გული და ბოლოს 125 გრამი ათქვეფილი ნაღები. ქვაბში ჩასხეთ რძე, დავუმატეთ შაქარი და მივიყვანოთ წამოდუღებამდე ხშირი მორევი. სანამ რძე წამოდუღდება, მანამდე გავაცაკავოთ კვერცხის გული და ცილა. ეხლა კი გავაკეთოთ კვერცხის ტემპერირება. ანუ ცოტა ცხელი რძე ჩავასხოთ კვერცხის გულების მასაში, გავხსნათ და დაუბრუნოთ უკან ქვაბში. შემდეგ ჩავაცავთ ფქვილი და ხშირი მორევით მოურიოთ, რომ არ გაიკეთოს კორკოშელები. შემდეგ ერთხელ კიდე მაინც გადავცრათ, რომ თავი დავისხოთ კორკოშელებისგან და ძალიან ხშირი მორევით შევასქველოთ უკვე კრემი. ნელ-ნელა დაინახავთ, როგორ სქელდება და ყალიბდება საუკეთესო კრემი. შემდეგ გადავიტანოთ ჯამში ეს მოხარშული კრემი და კონტაქტურად დავაფაროთ პლასტიკი, როგორც ვიდეოში ანაჩვენები. ესა ჩვენი მოხარშული კრემი, რომელიც როგორც ნახეთ, ძალიან მარტივი მოსამზადებელია, მაგრამ ეს ჯერ პირველი ეტაპი არის, რადგან ეხლა ეს უნდა გავაცივოთ, აუცილებლად უნდა დავაკროთ თავზე ეს პლასტიკი კონტაქტურად, როგორც ვიდეოში ნახეთ და რომ გაცივდება, მანამდე უნდა ავთქვიფოთ ნაღები და ეს ნაღები უნდა გადაურიოთ მერე ცივად, რომ უფრო ფუმფულა და ეს ჰაეროვანი კრემი გამოვიდეს.